ტომატილო გამოდგა ძალიან უპრეტენზიო და ადვილად საზრდელი მცენარე. ქოთნებშიც კი საკმაოდ კარგად ისხამს ნაყოფს. აი შეხედეთ, აი ეს პარკები ლუსტრებივით რომ კიდია, სწორედ მისი ნაყოფებია. ეხლა ეს ამ პარკის შიგნით, როდესაც ხელს მოვკიდებ, შეხედეთ, ის ამის შიგნით იგრძნობა მკვრივი ნაყოფი. აი ახაც. ეს ნაყოფი უნდა გაიზარდოს, პარკი გაავსოს და მერე როცა მომწიფდება, პარკი გაშრება. ყველა ყვავილი, რა თქმა უნდა, არ განაყოფიერდა და ნაყოფს არ მოგცემს, მაგრამ რაც განაყოფიერდა, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ბევრია და ქუთანში პომიდორზე უკეთესი მოსავალი აქვს. აი ეს ნახეთ როგორი დახუნძურულია. აი კიდევ. და უკვე თითქმის სავსეა ნაყოფით. როდესაც პარკი დასკდება, შეიძლება ითქვას, რომ ესეც მწიფე იქნება. ერთი საინტერესო თავისებურება აღმოაჩნდა ტომატილოს. მე ტომატილოების გვერდზე, ისევე როგორც პომიდორების გვერდზე დავთესე ბაზილიკი, რომელიც იცავს წერებისაგან. იმიტომ რომ ბაზილიკის სუნი ძალიან ბევრ მავნე მწერს აფრთხობს. მაგრამ ტომატილოების გვერდით შეხედეთ, ბაზილიკები პრაქტიკულად არ გაიზარდა, მაშინ როცა იგივე გვერდზე პომიდორის ახლოს ჩვენიერი ბაზილიკია. ესენი დაჟე მოწყვეტილიც ამაქვს და მერე კიდე გაიზარდნენ. ტომატილოების გვერდზე ძალიან ითრუგუნებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზილიკი ტომატილოს პარტნიორად არ გამოდგება და ამისათვის სხვა პარტნიორი მეყოლება შესარჩევი. აი ახაც ხედავთ, ტომატილოს გვერდით ბაზილიკი ბევრად უფრო სულად არის განვითარებული, ეს ცალკე ქუთანში. ხოლო აი ახლა გაჩვენებთ, აი ეს ტომატილოს გვერდია. მაშინ როცა აი პომიდორის გვერდზე ნახეთ როგორი კარგად არის ბაზილიკის გაზრდილი და თან ეს უკვე ერთხელ მონაკრეფია აქ ბაზილიკი და მის მერე კიდევ წამოიზარდა ახაც ტომატის გვერდზე, ანუ პომიდორის გვერდზე მშვენივრად იზრდება ბაზილიკი.